კიდევ ერთი სტუმარი ლელოს წევრი გრიგოლ გეგელია შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ბუნებრივია მასთანაც საუბრის თემა იქნება 31 მარტის აქცია და ოპოზიციის სამომავლო სამოქმედო ტაქტიკა. მოგესალმებით ბატონ გრიგოლ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. კმაყოფილი ხართ თუ არა იმ გზავნილებით და გეგმით, რომელიც წარმოადგინეს რუსთაველის გამზირზე 31 მარტს. ჩაერთვება თუ არა ლელო აი ამ პლატფორმის მუშაობაში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებით, რომ კი, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პრინციპში მთელი 5 თვის განმავლობაში გამოვირჩეოდით სწორედ ამ სულისკვეთებით, რომ ჩვენი აზრით 4 კოალიციამ და ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ითანამშრომლოს ერთიან ლეგიტიმურ ფორმატში, რადგან ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საშინაო, ასევე საგარეო კომუნიკაციის თვალსაზრისით ჩვენს პარტნიორებს ბუნებრივია სურთ, რომ ნახონ ლეგიტიმური ფორმატი, რაც შესაძლებლობს ხდის ერთიან კომუნიკაციას. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ქალბატონ პრეზიდენტთან და იმედი გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკური ძალებიც, დემოკრატიულად არჩეული ძალები ასევე ითამაშონ. და საკმარისი იქნება თუ არა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ასეთი ტიპის პლატფორმა, თუ ეთანხმებით პოლიტიკური აქტორების იმ ნაწილს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ერთობა იყო ასეთ შემთხვევაში და ერთიანი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა იყო უმჯობესი, უფრო უკეთესი ტაქტიკა. მე პირადად არასოდეს არ ვიყავი მომხრე და არც ახლა არ ვარ, ჩემს გულწრფელ აზრს გეტყვით, როგორც ერთი ადამიანის და ერთი პოლიტიკოსის რაღაცა ერთობების მომხრე, რომელიც გულისხმობს ერთ პარტიას, ერთ სიას, ერთ პოლიტიკურ იდენტობას, მე ეს არ მგონია არც აუცილებელი და არც საჭირო, რადგან მე ვთვლი ძალიან მყარად და გააზრებულად, რომ ჩვენი ძალა არის მრავალფეროვნებაში. ჩვენ როგორც ერი ვართ პოლიფონიის ერი, ჩვენ შევქმნით ხო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედები ვართ პოლიფონიის. რაც გულისხმობს რას, რომ არსებობს განსხვავებული ხმები, განსხვავებული ჰანგები, რომელიც ქმნის სწორ მელოდიას, სწორ ერთიან მელოდიას. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი ეროვნული პატრიოტული მელოდია განსხვავებების ფონზე, რაც გვაქვს. და ჩვენ ვართ განსხვავებული პოლიტიკური ძალები, რატომ უნდა შევქმნათ ერთი პოლიტიკური ძალა? მე ეს არასოდეს არ მეგონა გამოწვევა და აი, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ გასული წლის არჩევნებში, რასაც 5 კვლევა და 2 ეგზიტ პოლი აჩვენებს. ერთ-ერთი მთავარი რატომაც ჩემი აზრით ჩვენ ეს შევძელით და ბევრი ხმის მობილიზება მოხდა, ეს არის ის, რომ ჩვენ განსხვავებული ტიპის ამომრჩეველს ვესაუბრეთ და სწორად ვესაუბრეთ. ჩემი ძალა მაგალითად გამოირჩევა იმით, რომ არ სურს არც ერთი პოლუსი, არც ამჟამინდელი და არც წარსულის. ჩვენ ვართ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ძალა. ჩვენი ამომრჩეველი. იყო თუ არა იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც აი ამ კოორდინაციის, აი რაღაც საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში, რომელიც შექმნილია ყოფილ პრეზიდენტთან, ეწინააღმდეგებოდა თქვა და აი ერთიანობის იდეას და ერთიანი ფრონტის შექმნის ინიციატივას. არა, მე აბსოლუტურად არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ყოფილა, რომელიც ერთიანობის იდეას ეწინააღმდეგება როგორც ასეთი შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული ხედვები ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ საკითხებზე და შესაბამისად განსხვავებული ხედვები იმასთან დაკავშირებით თუ რა შინაარსის უნდა იყოს და რა ფორმის ერთიანობა, მაგრამ ერთობის წინააღმდეგი არავინ არ არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. ყველანი ვაფასებთ, რომ თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეტიც აი ახლაც და წინა თვეებში და წინა კვირებში ჩვენ გქონდა და გვაქვს ძალიან წარმატებული ფორმატი საერთაშორისო ველზე მუშაობის, რომელიც მართლა მუშაობს, მართლა ამართლებს, არის ეფექტური და არის მე ვიტყოდი სწორი, იმიტომ რომ მე კლავაც ლელოელი ვარ, ძლიერ საქართველოს წარმოვადგენ ჩვენს კოალიციას, მაგრამ ამავე დროს სხვა კოლეგებთან ერთად ვახერხებ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დავიცვათ. მე აქ ვერ ვხედავ წინააღმდეგობას და ამის გამო ახლა კი არ უნდა გავხდე ახალი წევრი პირობითად ან არ ვიცი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან გახარეს პარტიის, არა. მე ვარ იმ პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელი, რომელსაც თავის ხედვები გააჩნია, ვისაც ყავს ამ ეგრეთ წოდებული არჩევნებითაც კი 200,000-მდე ამომრჩეველი და სიმართლეში ბევრად უფრო მეტი თავისუფალ არჩევნებში და მე ამ ადამიანების ინტერესებს ვიცავ იმ საერთო პოლიფონიურ ერთობაში, რაც არის ოპოზიციური თანამშრომლობა. და ბატონ გრიგოლ, აი ამ ტაქტიკურ საკითხებს შორის, რომლებიც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთ ასეთ თემად სახელდება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, არ მონაწილეობის საკითხი. ლელო გამორიცხავს თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას? ნახეთ, ჩვენთვის ეს არის საკითხი, რომელიც არ სარგებლობს რაიმე აქტუალურობით ან რელევანტურობით
ამ ისტორიულ მომენტში აი აქ და ახლა მაგრამ ნახეთ ეს პოლიტიკური ძალების ნაწილი მკაფიოდ ცალსახად აცხადებს რომ არც აპირებს ამ თემის განხილვას 6 თვით ადრე უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია და აი არამკაფიო პოზიციების გამო საყვედურობენ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც და ამას მიიჩნევენ ერთობის პერფორმირების ერთ-ერთ მიზეზად. ხო, მე პირადად ვთვლი რომ ეს არის შეცდომა. ამ თემაში რაიმე ფორმით შესვლაც კი არას თქვა ხო შესვლა არის თემაში ხო მე ამ საკითხს განვიხილავ და ვამბობ კის ან არას ხო ჩვენი პოზიცია არის კიდევ უფრო მარტივი ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ ამ საკითხს როგორც რელევანტურ ან ვინმესთვის საინტერესო საკითხს რატომ ახლა არ არის თქვენი აზრით რელევანტური მაგრამ 6 თვეში როდესაც მოვა ეს არჩევნები რას აპირებს 6 თვეში თუ იქნება რელევანტური მე ვისაუბროთ ამაზე ახლა არ არის რელევანტური აბსოლუტურად არ არის და გეტყვით რატო არ არის ანუ არ გამორიცხავთ ჩართვას ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ ამ საკითხს. იმიტომ რომ განვიხილავთ პირველი ახალ საპარლამენტო არჩევნებს, როგორც აუცილებელ პირობას, კრიტიკულ მინიმუმს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს პოლიტიკური მშვიდობა და იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში გადაიტვირთოს პოლიტიკური სისტემა, ეს ჩვენი გამოგონილი არ არის, ბუნებრივია, საპარლამენტო რესპუბლიკაში ყოველთვის პოლიტიკური კრიზისის დროს საპარლამენტო არჩევნები არის გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან, ეს არის ყველაზე მინიმალური. მაგრამ ხელისუფლება არ აღიარებს, თქვა თქვენს ანუ არ მიიჩნევს საფუძვლიანად თქვენს მოთხოვნებს, ფიქრობს რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ხელისუფლება რას მიიჩნევს, ეს ხო მეორე საკითხია. ანუ არ აპირებს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და თუ ეს მოთხოვნა არ იქნება, თქვა ოქტომბრამდე დაკმაყოფილებული, შემდეგ რა ხდება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორი იქნება თქვენი? აი ნახეთ ამაშია საქმე. არავით არ შემდეგ ჩვენ არ განვიხილავთ. ჩვენ თლიანად ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდეს 52 ადამიანი, რომელიც არის რეჟიმის პოლიტიკური ტყვე დღესდღეობით. არაფერი სხვა ამ ქვეყანაში არ მოიტანს პოლიტიკურ მშვიდობას და სტაბილურობას და ჩვენი მიზანი არის, რომ პოლიტიკა დაბრუნდეს მშვიდობიან კონსტიტუციურ ჩარჩოში, რომ პოლიტიკური პროცესი იყოს ლეგიტიმური, რომ საქართველოს ეს უსახური ეგრეთ წოდებული პარლამენტი კი არ ყავდეს, არამედ ყავდეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები. კი არ ყავდეს აი ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც სანქცირებულია და ვერც კი გადაადგილდება ხო მთელ რიგ ქვეყნებში უკვე და დღეს ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ დაასანქცირა რუსია ჩინჩალაძე კი ბატონო დღესვე სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველ განცხადებაში სხვადასხვა ძალიან მკაფიოდ ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველ განცხადებაში ძალიან მკაფიოდ თქვა რომ დემოკრატიას უნდა სცეს პატივი ყველა ხელისუფლებამ და რომ ერის არჩევანი ანუ კი ელექტორატს ასე ქვია ხო ძირითადი ელექტორატის ნება უნდა იყოს კათოლიციზმი ეს შემთხვევით კი არ ვთქვათ თქვენს იმიტომ რომ დღეს ერის არჩევანი ერთი მხრივ და მეორე მხრივ ის თუ ვინ მართავს და რა პოლიტიკური შინაარსით ამ სახელმწიფოს არის აცდენილი ერთმანეთთან და თუ ჩვენ გსურს და ჩვენ იმპერატიულად გსურს და მოვითხოვთ ამას რომ ეს ორი დაემთხვეს ერი საკუთარი პოლიტიკური არჩევანით და მეორე მხრივ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ამისათვის გჭირდება ახალი საპარლამენტო არჩევნები ნებისმიერი საუბარი თვითმმართველობაზე არის ივანიშვილის მაგრამ თუ არ იქნება ოქტომბრამდე თქვა ახალი არჩევნები დანიშნული აი შემდეგი აი ხომ გაქვთ ანუ სამომავლო სტრატეგიებზე საუბარი იქნება არა თუ არ იქნება თეორიულად შემდეგ ვისაუბროთ ხო? ახლა რატომ ვისაუბროთ მოდელზე 2 აპრილს, რომელსაც არც კი ვუშვებ რეალურად, იმიტომ რომ გარდაუვალია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ამ ქვეყნის ეკონომიკას, ამ ქვეყნის მოსახლეობის სურვილს კვლევები ვნახოთ 60%-ზე მეტი ჩვენი მოსახლეობის. ამბობს რომ ქვეყანაში არის კრიზისი და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. რას კი არ იქნება? ბატონო გრიგოლ, ნახეთ აი რატომ გეკითხებით იცით დიახ. აი მაგალითად თქვენს კოალიციაში, იმიტომ რომ თქვენ იყავით კოალიციაში თავისუფლების მოედანთან, ანადოლიძის პარტიასთან ერთად, აი თავისუფლების მოედანმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, თქვენი კოალიციური პარტნიორია, რომ ისინი მხარს უჭერენ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თქვა საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს, მაგრამ თუ ასეთი ბოიკოტი ვერ იქნება მიღწეული, მაშინ ისინი არ გამორიცხავენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თემაზე დაიწყონ შიდა დისკუსიები. ეს განცხადება გაკეთა თქვენმა კოალიციურმა პარტნიორმა. აი ამიტომ თავისუფლების მოედანი აღარ არის ამ მომენტისთვის კოალიციური პარტნიორი, მათ განაცხადეს ისინი დამოუკიდებელი პარტიული განვითარების გზას ხედავენ, როგორც უმჯობეს გზას, ამიტომ მე მათ პოზიციებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს და არ ვაგებ პასუხს, ეს არის მათი პოზიცია, მე პატივს ვცემ ნებისმიერ პოზიციას, მაგრამ ეს არ არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ძლიერი საქართველოს. თქვენ დისკუსიებსაც გამორიცხავთ ამ ეტაპზე ამ საკითხზე. ჩვენთვის ეს საკითხი არ არის საინტერესო, ეს რაღაც პოლიტიკური პოზა კი არ არის, მინდა რომ განმარტო ძალიან მკაფიო ჩვენი ამომრჩევლისთვის, ეს რაღაც რიტორიკული ხრიკი კი არ არის. ჩვენ
საერთოდ აი ორგანულად, ბუნებრივად, რეალურად არ განვიხილავთ მსგავსი ტიპის საკითხს, იმიტომ რომ ისევ და ისევ ამ ქვეყანას დღეს დადასტურებულად ჭირდება ახალი არჩევნები, ვისაც რომ მიაღწიოს ქმედ უნარიან პარლამენტს, ქმედ უნარო პარლამენტის ნაცვლად, იმისათვის რომ მიაღწიოს ხელისუფლებას, რომელსაც მგზავრობა შეუძლია, რომ ამერის ინტერესები დაიცვას, ხო? ეხლა ხელისუფლება, რომელიც არის მაგნიტსკის სიაში შეყვანილი, ხო? გომელაური მაგალითად, სხვა წევრები, რომელიც არიან სანქცირებული ბალტიისპირეთის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, აი როგორ წარმოგვიდგენია ასეთი ხელისუფლების პირობებში ან ეკონომიკური ზრდა, ან ინვესტიციების შემოტანა, ან რაიმე სხვა ეროვნული სიკეთის განხორციელება. ეს არის წარმოუდგენელი, ნახეთ, კონსტიტუციას არის აცდენილი პროცესი. ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი, თავისი ძალიან ბევრი ოდიოზური ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსით, ფიზიკურად ვერ განახორციელებს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილ ეროვნულ მიზნებს და ამოცანებს. და თუ ჩვენი მიზანი არის ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, უსაფრთხოება, ოს რეალური ზრდა, რეალური მშვიდობა, რეალური უსაფრთხოება, ჩვენ უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, იმიტომ აი ვინმე მინდა ვკითხო ჩვენს ამომრჩეველს, ვინმე გზნობს თავს უფრო უსაფრთხოდ, უფრო მეტ მშვიდობას დავუახლოვდით? აი ნახევარი წელი ხო გავიდა ეგრეთ წოდებული არჩევნებიდან, მეტი თავდაცვის უნარიანობა გვაქვს, მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, პენსია გაიზარდა, სოციალური შემწეობა გაიზარდა, რაიმე პერსპექტივა გაჩნდა, თუ მეტი და მეტი ადამიანი მიდის საქართველოდან. ეს არის რეალობა ამ ქვეყნის ქუჩებში. გასაგებია ქართულოცებას ვერ ნახავ ამ ქვეყნის ქუჩებში, იმიტომ რომ ჩამალული არიან თავის ძვირადღირებულ ავტომობილებში და ვილებში, გასაგებია, მაგრამ თუ ცოტათი მაინც გამოიხედავენ ფანჯრებიდან მაინც, თუ პატივს დაგვდებენ, დაინახავენ რეალურ საქართველოს, რომელსაც ძალიან მძიმე პრობლემები აქვს. აი ასეთი პარლამენტის პირობებში ვკითხულობ, როგორ უნდა გადაიჭრას, აი რომელი ერთი პარლამენტარი გვესახება, მაგალითად, ან აღმოსავლური მთავრობის წევრი, როგორც ამ პრობლემების მოგვარების მექანიზმი და ინსტრუმენტი. ის პლატფორმა, რომელიც დაანონსა სალომე ზურაბიშვილმა, პასუხობს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მოთხოვნებსა და დაკვეთას? კარგი კითხვა, ნახეთ, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი არის ბევრგვარი და აქ დავიწყეს სწორედ საუბარი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ტიპის პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რომელიც უპასუხებს ამ საზოგადოების დაკვეთას. ამიტომ მე ვერ ვისაუბრებ ხა ყველა მათგანის სახელით, ბუნებრივია, არსებობს სხვადასხვა ტიპის გემოვნება, სხვადასხვა ტიპის ტემპის სიყვარული, სხვადასხვა ფორმის სიყვარული, ამიტომ ნაწილს პასუხობს, ნაწილს არა. და ეს ასე არის ნებისმიერ დემოკრატიაში, ეს არაფერი განსაკუთრებული და გამოჩვეული არ არის. მიმართვაში რა იყო ახალი? მე ვფიქრობ, კარგი არის, რომ ნაბიჯი გადაიდგა მეტი კოორდინირებისკენ, ერთიანი ფრონტის გამოცხადებისკენ, სამუშაო არის. ნაწილი ამბობს, რომ ეს კოორდინაცია ისედაც იყო. ნახეთ, რაღაცებში იყო და მე ვაქებ საგარეო ჯგუფს, არა იმიტომ მეც ვარ ამის ნაწილი, არამედ იმიტომ მუშაობს და ამართლებს და 5 თვის განმავლობაში ჩვენ არაერთ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ არის ბევრი სხვა ასპექტი, რომელშიც არ ყოფილა ასევე კოორდინირებული და ერთიანი ოპოზიციური შრომა და შეიძლება რომ იყოს, იმიტომ მე ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი მინახავს ოპოზიციურ წიაღში, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც კაფეო ხედვა გააჩნია, რა როგორ შეიძლება გაკეთდეს უკეთ. და იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ, ჩვენთვის საერთო ისეთ საკითხებს, რომელიც თანაზიარი ვართ, ხო, რომელზეც და ასევე ისეთ საკითხებს, რომელშიც განსხვავებული აზრები გვაქვს. ჩვენ რომ შევძლოთ ყველა ასეთ საკითხზე საუბარი, აი ამისთვის გვჭირდება ერთიანი ლეგიტიმური ფორმატი, სამუშაო ფორმატი და ამიტომ არის ჩვენ 5 თვე მართლა ჩვენ როგორც ძლიერი საქართველო ამას მივესალმებით და მოვითხოვთ და ახლაც მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას და პრეზიდენტის ჩართულობით 4-ვე კოალიციამ, რომელსაც ჯამში აქვს ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რომ ასეთი ტიპის ფორმატი იქნას შექმნილი. თვითონ აქციების მსვლელობისას თქვენ რაიმე ტიპის ცვლილებების საჭიროებას ხედავთ, თუნდაც თქვათ პოლიტიკოსების უფრო მეტად ჩართვას. თუ ფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც მიმდინარეობს მეხუთე თვეა? მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები ყოველთვის ჩართული ვართ, როგორც მოქალაქეები, თუ გულისხმობთ იმას, რომ პოლიტიკოსები იდგნენ სცენაზე აუცილებლად და სიტყვებით გამოდიოდნენ, მე პირადად არ მგონია ეს რაღაც გადამწყვეტი კრიტიკული მნიშვნელობის. მე მიმაჩნია, რომ სამოქალაქო პროტესტი, რაც ვნახეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირებული. ამიტომაც ვერაფერი ვერ მოუხერხა ამ რეჟიმმა რეალურად ამ პროტესტს, რადგანაც მას არ ყავს ერთი ორგანიზატორი, რაღაც ერთი თავი. კი, ქართული ოცნების პოლიტიკოსებისგან ვისმენთ რაღაც კონსპირაციებს, რომ ეს მართული
რუსულია, რაღაც deep state, რაღაც წარმოსახვით საოცრებებს ვისმენთ ხოლმე. მაგრამ სინამდვილეში ყველამ ხო იცის, ხო? ახლა ასეთი უჭკო არ მგონია არც ერთი მათგანი არ იცოდეს, ხო? და ხა სუსი მაგათია და ყველაფერი მაგათია, ხო? ძალიან კარგად იციან, რომ ეს პროტესტი არის თავისუფალი და ამიტომაც ვერ მოუგრიხეს ხელი ამ პროტესტს, იმიტომ რომ რამდენ ადამიანს უნდა მართლა დაეტაკო, ხო? კი, აი ეს 5,000 ლარიანი ჯარიმები, რომელიც არის 20 ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმი ჩვენ ქვეყანაში. რომელიც არის 3.4 ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. აი, შენივე თანამოქალაქეს, რომელიც შეიძლება იყოს შენგან განსხვავებულ აზრზე, ამ ზომით რომ დაუპირისპირდები, ესეც ხო ძალიან ცუდია, ხო? აი, პოლიტიკა გვერდით გადავდოთ. შეიძლება რომ შენს თანამოქალაქეს სჯიდე 20 ჯერ მეტით, ხო, ჯარიმის სახით, ვიდრე არის საარსებო მინიმუმი, როდესაც ესეთი გაჭირვება არის ქვეყანაში, ხო? და რატო ჟიან მოქალაქეებს ამით? და ძალიან კარგად იციან, რომ ეს რაღაც გრიგოლის ორგანიზებული კი არ არის, ან ვიღაცის ეს არის თვით ორგანიზებული. ამიტომ ეს კომპონენტი არის მნიშვნელოვანი, თქვენს კითხვას დაუბრუნდე, ამავე დროს კი, მივიჩნევ, რომ ბევრად უფრო ახალი ფორმების შემოტანა შეგვიძლია, მშვიდობიანი ფორმების და უნდა შემოვიდაოთ კიდევაც. ერთ-ერთი ტაქტიკურ საკითხად ოპოზიცია ასევე მიიჩნევს დროებით საგამოძიებო კომისიებში არ მონაწილეობის საკითხს და ფიქრობს, რომ თელმა ოპოზიციამ ამაზე უნდა დააფიქსიროს მკაფი ოპოზიცია. ჩვენ ვნახეთ თქვენი ლიდერების პოზიცია, რომლებიც არ მივიდნენ დაბარების მიუხედავად დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, თუ თქვა არ აღიარებთ თქვენ პარლამენტს და შესაბამისად არც აღიარებთ აი ამ კომისიის ლეგიტიმურობას, ასევე ამბობთ, რომ არც პროკურატურას და სასამართლოს არ მიიჩნევთ ლეგიტიმურად, მაგრამ აინც სასამართლოში მივიდნენ თქვენი ლიდერები და მაგისტრე მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ. ანუ სასამართლოს მიმართ აქვთ მათ ნდობა, როგორ გავიგოთ ეს? ნახეთ, ისეთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინსტიტუტის შემთხვევაში, როგორც პარლამენტი, ლეგიტიმაციას ვარამე, ხო? პარლამენტს ირჩევს ადამიანები, შესაბამისად თუ თავისუფალი არჩევით იქნება არჩეული, ის არის ლეგიტიმური და თუ არ არის ლეგიტიმური. ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი არ მიღებულა არჩევნების შედეგად. ეს იქნა მიღებული რუსული სპეცოპერაციის შედეგად. მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია. სასამართლოს ლეგიტიმაცია მდგომარეობს იმაში, რომ იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე. და იყოს თანხმედრაში ყველა იმ პრინციპთან დღეს მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსაც რომ ეს რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბრალდებები მტკიცებულებებით გაამყაროთ და თქვათ მიიტანოთ ისინი პროკურატურა ამბობს რომ დღემდე არ არის კონკრეტული უпроსტად CESCOM დღეს გავრცელა განცხადება რომ დისკრედიტაციისგან თავი შეიკავოთ და პროკურატურის გამოძიებაზე მიგითითათ რომ პროკურატურაში ჯერ არ წარუდგენია ოპოზიციას კონკრეტული მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებაში. ერთი უამრავი მტკიცებულება არსებობს, აქედან დავიწყოთ. მეორე მოწვევები არსებობს, რომელსაც ღია ეთერში აქვთ მოყოლილი. რომ ისინი იყვნენ ამ სქემის ნაწილი. პროკურატურას აქვს ვალდებულება დაიწყოს გამოძიება. ამიტომ დაიწყო გამოძიება, მაგრამ როგორ უნდა დაიწყოს პროკურატურა გამოძიება ქუჩაშიო თავს ესხმიან ადამიანებს, რომელიმე საქმე გამოძიებულია? მაკაჩი ხვაძესო დაესხმენ თავს, აქტივისტებსო დაესხმენ თავს, იქამდე რუსული კანონის დროს ჩვენ სახლებთან რო იდგნენ ხოლმე ეს ტიტუშკები, რომელიმე გამოძიებულია? არა. არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. რა გამოძიებაზე საუბარი? სად არის პროკურატურა, რომელიც ამას გამოეძიებს? ეს ხო აბსურდია რეალურად. იძიებენ ერთადერთი ოპონენტებს. არც ერთი კრიმინალი, ბარბაროსი, ტერორისტი, რომელიც ქუჩებში დაბოგინობდა და ზოგჯერ ახლაც დაბოგინობს, არც ერთი შენიღბული არაიდენტიფიცირებადი პირი, რომელიც თავს ესხოდა ადამიანს, არც ერთი მათგანი არ არის გამოვლენილი. არც ერთი. რომელ გამოძიებაზე საუბარი? ამიტომ პოლიტიკოსებს ჯოხები რომ უთხრეს თავში მეორე რუსული კანონის მეორე ტალღის მერე ერთი ადამიანი მაინც არის დაჭერილი? კითხავთ ამაზე საქმე მაინც არის აღზრული? ამიტომ გამოძიებაზე საუბარი ამ ქვეყანაში თქვენი ნებართვით დავამატებ თქვენს წინაკითხვის პასუხს. ამიტომ ნახეთ, სასამართლოში პრობლემა არის კლანი, რომელიც განაგებს ყველა პოლიტიკურად საინტერესო საქმეს. შემოღება მიწის დავები ქონდეთ ხო ჩვენს სპენელს და ჩვენს მაყურებელს ხო ვთქვათ და იქ არ იყოს პრობლემა. იქ ვერ წააწყდეს უსამართლობას. ვთქვათ მიწის დავა, სამოქალაქო დავა ხო რაღაც უფრო მარტივი. მაგრამ შენ როცა ხარ პოლიტიკურად აქტიური პირი, იქ აწყდები მურსიძეს და ჩინჩალაძეს ხო? ეხლა ესეთ პირობებში ხო რა თქმა უნდა სასამართლოსაც არავითარი ჩვენი არც ნდობა აქვს, არც აღიარება, მაგრამ ამ ადამიანებს გვინდა ვუთხრათ, ხო, ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ამ სასამართლოთიც კი მზად ვართ, რომ ვიბრძოლოთ და მამოკა ხაზარაძემ რა თქვა, როცა ამ კომისიის მერე თუმცა ხელისუფლება ფიქრობს, რომ მამოკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თავი აარიდეს იმ საქმეზე საუბარს. კარგიერას ვახსენეთ. დიახ, აი რაზეც ლეონიძემ აი ისაუბრა და თქვა, რომ პირდაპირ თქვენი ლიდერების ჩართულები მისი თქმით მისთვის ქონების ჩამორთმევის პროცესი. ძალიან კარგიერას ვახსენეთ. მადლობელია და რატო?
მეც აქ მოვდედი სწორედ. მამუკა ხაზაძემ თვითონ თქვა, რომ თუ მის მიმართ არსებობს რაიმე ტიპის სამართლებრივი კითხვები ან პრობლემა, ის მზად არის, რომ ამ სასამართლოშიც კი წარდგეს და დაიცვას საკუთარი თავი. მაგრამ საქმე ხო ამაზე არ წარმოებს. საქმე ეხლა წარმოებს რაზე? რატო არ მივიდა რუსულ კომისიაში ეგ წულუკიანთან, რომელიც ასამართლებს საქართველოს ისტორიას და რა მოლოდინი გაქვთ მოსამართლის? თუ მასთან კითხვები აქვს ვინმეს, მან თქვა თვითონ ის მზად არის გასცეს პასუხები, მაგრამ არა აქვთ რა აქვთ. თუ რამე აქვთ და გაუჭირდება რომ საქმე აღძრან, არ აღუძრავთ აბსურდული საქმე მის წინ აქვთ, აღძრან აბა საქმე და გასცემს პასუხებს. როგორც იმ საქმეში მოუგო და ვერაფერი რასაც ედავებოდნენ ვერ დაუმტკიცეს და მე სხვა ბრალი გამოიგონა, შეგახსენებთ, სასამართლომ პროკურატურის მაგიერ ისეთი ბრალი აღძრა, რომელსაც პროკურატურას გამოძება არ უწარმოებია და რაში ედავებოდნენ გაიმარჯვეს ხაზარაძემ და ჭაპარაძემ გაიმარჯვეს ამ სასამართლოშიც კი და მე ვერ ვხედავ ვერავითარ ბრალს თუ აქვთ რამე და 12 წელი ქონდათ და არც სინდისი შეაწუხებდათ არც ისო თავისუფალი ინსტიტუტები ამ ქვეყანაში ესე იგი არა აქვთ არაფერი და თუ აქვთ მამუკა ხაზარაძე აგერ არის არსად არ წასულა სოფლიოში სადაც უნდა იქ შეეძლო ყოფნა და ცხოვრება მაგრამ აქ არის ხუთიშვილის მამა არის, შვილიშვილების ბაბუა არის, არცად არ წასულა, არ მიუტოვებია ეს ქვეყანა და არც ამ პროცესს არ ტოვებს და არაფერს უდატოვებს. მადლობა. გრიგოლ გეგელია, ლელოს წევრი პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს. პირდაპირ ეთერში